ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, ყოველ საქმეს, მაესტროზე. საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რაც მოხდა 26 მაისს. შევაფასეთ მომხდარი სხვადასხვა მხრიდან, ვიმსჯელეთ სამართლებრივ მომენტებზე, იმაზე თუ როგორ უნდა გამოიძიონ დანაშაული, დაიჯებიან თუ არა დამნაშავენი. თუმცა არის კიდევ ერთი და შესაძლოა მთავარი საკითხი. როგორ აისახება 26 მაისის ღამე ჩვენს საზოგადოებაზე? რა შედეგებს გამოიწვევს ახლო თუ შორეულ მომავალში? მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი პოლარიზაცია და საერთოდ როგორ შემოინახავს აქამდე დამოუკიდებლობასთან ასოცირებულ თარიღს ჩვენი მეხსიერება. ამ თემაზე დღეს ია ანთაძესთან ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში რა გადაიტანა ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტმა 26 მაისის ღამეს. ამას თავად მალხას ჭკადუა მოგვითხრობს. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ია ანთაძეა ჩვენი სტუმარი. ია, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ერთი არის ის, რაც მოხდა 26 მაისის ღამეს. მაგრამ მეორე და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა შედეგებს მოგვიტანს ეს ღამე, ანუ რა ცვლილებას გამოიწვევს საზოგადოებაში. მე წავიკითხე თქვენი ბოლო ბლოგი, სადაც ძალიან საინტერესოდ არის საუბარი სწორედ ამ საკითხზე და არა მხოლოდ ამ საკითხზე, მაგრამ მოდით ამით დავიწყოთ. ანუ რა ცვლილებას მოგვიტანს 26 მაისი? რა გარდატეხა იქნება? მოდით ასე ვთქვათ, სანამ 26 მაისი დადგებოდა და ჩვენ ხედავდით, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე აქტიურობდა, შესაძლებელი იყო ამგვარი პროგნოზის გაკეთება, რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართებოდა ამ თანმიმდევრობით. მთავარი მოთამაშე ჯერ იქნებოდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, შემდეგ იმ შემთხვევაში თუ მისი სტრატეგია არ გაამართლებდა, ასპარეზზე გამოვიდოდა ირაკლი უქრუაშვილი და ქართული პარტია, იმიტომ რომ ქართული პარტია საშემოდგომოდ გეგმავდა აქტივობებს და შემდეგ უკვე დადგებოდა რვიანის ჯერი, რომელიც მაინც ორიენტირებულია უფრო 2012 წლის შემოდგომისკენ, იმიტომ რომ სწორედ მაშინ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ მე ვფიქრობდი და ალბათ ბევრი ადამიანიც ფიქრობდა, რომ აი ამ თანმიმდევრობით განვითარდებოდა პროცესები. მაგრამ იმან რაც მოხდა, ალბათ ეს თანმიმდევრობა არია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ესეთი რადიკალური პოლიტიკის ადგილი აღარ დარჩა, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სულ მინიმუმ 9 წელიწადი და შეიძლება 1 წელიწადიც დაჭირდება საზოგადოებას, სანამ მასში კიდევ დაგროვდება იმდენი აგრესია, რომ თქვათ, აი რომელიმე რადიკალურ პოლიტიკოს ან რადიკალური პოლიტიკის მიმდევარ პარტიას დაუჭერს მხარს, მაგრამ აი ამასობაში სწორედ წინ წამოვიდა რვიანი. საქმე ის იყო, რომ ალბათ ვერავინ ვერ ვივარაუდებდით ამგვარ სისასტიკეს და ამგვარ აგრესიას გამოჩენილ საზოგადოების მიმართ, რამაც პრაქტიკულად მთლიანობაში ძალიან ასე ვთქვათ დააზარალა ის ფრთა, რომელიც იყო ორიენტირებული სწრაფცვლილებებზე. ამიტომ რვიანის ჯერი დადგა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე პირადად მე ველოდებოდი. აი ხა ეს დროა სწორედ. მაგრამ რატომ იყო მოულოდნელი, ანუ იგივე რვიანის წევრი პარტიების მხრიდან მოდიოდა ასეთი გაფრთხილება, რომ თუ არ დაგველაპარაკებით, ჩვენ გზა გაეხსნება რევოლუციურ ძალებს. ასევე რვიანის წევრი პარტიების ლიდერები საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა შესაძლოა ხელისუფლების და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები რაღაც თვალსაზრისით არარაციონალურად, არამედ ემოციურად ემთხვეოდეს ერთმანეთს. ანუ ისინი ვარაუდობდნენ ამ შედეგს. რატომ იყო ეს მოულოდნელი? არა, მე ვერ ვიტყვი, რომ ამ შედეგს ვარაუდობდნენ, იმიტომ რომ შედეგი შეიძლება და ყოფილიყო ასეთი, რომ დაუშვათ ნინო ბურჯანაძეს მieყვანა ბოლომდე ის საქმე, რომელიც ჰქონდა დაწყებული. მე არ ვიცი ახლა ამას რა მანქანებით მოახერხებდა, მაგრამ დაუშვათ და
მართლაც შეძლებდა იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ ყოფილიყო და თუ ეს არ მოხდებოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ ნინო ბურჯანაძემ არასწორად დაგეგმა თავისი პოლიტიკური ნაბიჯები და ეს ნიშნავდა იმას, რომ ნინო ბურჯანაძე იქნებოდა დამარცხებული ძალა და ამის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდოდა სხვა ძალა, რომელიც იქნებოდა უფრო მეტად ორგანიზებული, უფრო მეტად მომზადებული ამ ვთქვათ ქუჩის პროტესტისთვის და ამ შემდეგ ეხლა მოხდა ისეთი რამაც ყველა დაარწმუნა, რომ თუ სამუდამოდ არა ძალიან დიდი ხნით ქუჩის პროტესტზე ვეღარ იფიქრებს ვერავინ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მიდის პროტესტის გამოსახატად, ყველაზე ბოლოს რასაც ის ელოდება არის ის, რომ მას მოკლავენ. აი ამას არ ელოდება ადამიანი, როდესაც მიდის პროტესტის გამოსახატად, მაგრამ დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში არის ეს ცოდნა, რომ თუ შენ წახვალ მიტინგზე პროტესტის გამოსახატად, შეიძლება უბრალოდ მოკლან. ანუ თქვენ ფიქრობთ, ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე პროტესტიც ამ საშიშროებას შეიცავს და ასე ჩაჯდა ეს ჩვენს ცნობიერებაში? ანუ არა დაუშვათ ხელისუფლების შეცვლის, არამედ კონკრეტული საკითხების კუთხით პროტესტი. არა, მე არ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ სწორედ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ძალადობის გასაპროტესტებლად და რა თქმა უნდა მათ არ უფიქრიათ რომ მათ მოკლავდნენ გამოვიდნენ სხვათა შორის არასანქცირებულ მიტინგზე რამდენადაც მე ვიცი და მშვიდობიანად ჩაერა ყველაფერმა იმიტომ რომ ნამდვილად არ იყო ეს ხალხი მისული იქ ხელისუფლების დასამხობად და ასე შემდეგ მივიდნენ იმისთვის რომ გამოეხატათ პროტესტი მათ გამოხატეს პროტესტი და მშვიდობიანად დაიშალნენ ამიტომ ვამბობ რომ ყველანაირი პროტესტი რა თქმა უნდა არ გამოიწვევს იმ შიშს რომ შეიძლება მოკლან მიტინგზე და აქციაზე მაგრამ აი იმ ტიპის პროტესტი რომელიც არის დაკავშირებული წინასწარ განცხადებებთან რომ ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას ჩვენ დავამხობთ ხელისუფლებას ორ დღეში სააკაშვილი აღარ იქნება და ასე შემდეგ აი უკვე ყველა მიცის სინამდვილეში რასთან არის დაკავშირებული ამგვარი პროტესტის გამოთქმა და სწორედ ამან ძალიან გააძლიერა რვიანის პოზიციები ეს კარგია თუ ცუდი არა მე მგონი ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ წარმოგიდგენთ რამდენად ადვილი არის რომ შევცვალოთ ქვეყანა თუ კი თითოეული მოქალაქე გაიაზრებს რომ მას შეუძლია მივიდეს არჩევნებში შემოხაზოს მაინც და მაინც ის პოლიტიკური ძალა რომელიც მას უნდა და რომლის მიმართაც აქვს სიმპათია და არა ხუთიანი და მეორე დღეს ჩვენ ყველა გავიღვიძებთ სხვა ქვეყანაში იმიტომ რომ მე მჯერა რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 არ არის ის რაოდენობა რომელიც რეალურად უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას ამიტომ საკმარისია რომ ადამიანების ცნობიერება შეიცვალოს იმდენად რომ მათ მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალას რომლის მიმართაც სინამდვილეში აქვს სიმპათიები რომ ჩვენ ყოველგვარი მსხვერპლის ყოველგვარი არ ვიცი პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე შეგვიძლია რომ ავაშენოთ სხვანაირი ქვეყანა. ოღონდ აი ეს შანსი პოლიტიკურად ეხლა აქვს რვიანს და რამდენად შეძლებს ამ შანსის გამოყენებას მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი გზა თუ კი ამას ეყოლება ბევრი და ძალიან ბევრი მომხრე, იქნება სრულიად უმტკივნეულო. სრულიად შეიძლება არა, მაგრამ გაცილებით მაგრამ არის თუ არა ეს თვითონ რვიანის მოხერხებაზე ასე ვთქვათ დამოკიდებული. ძალიან ბევრი რამ დიახ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გულწრფელი იქნება რვიანი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რამდენად თავდადებული იქნება თავის ბრძოლაში, იმიტომ რომ იქ არიან ძალები, რომლებიც აქამდე მაინც და მაინც იდეოლოგიურ დახვედრას ერთმანეთის მიმართ უბრალოდ მათი კონცეფციები განსხვავდება. მათ შორის დღეს ჩემს რადიო ეთერში ეს ლევან მეფხოძემ აღიარა, რომ მათ შემდგომი მოქმედებების გეგმასთან დაკავშირებით აქვთ ასთა სხვადასხვაობა. ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ასთა სხვადასხვაობა იქნება გაცილებით უფრო ასატანი, თუ არ არიან, ვთქვათ, ეს ძალები წინასწარ განწყობილი იმისთვის, რომ რაღაც კარგი და კონსტრუქციული პროცესი ჩაშალონ. არ ვიცი, მეც არ მგონია რამდენად ჯანმრთელია დღეს რვიანის შემადგენლობა გულწრფელად როგორ ფიქრობთ? არა, მე არ მგონია მაინც და მაინც რომ ჯანმრთელი იყოს, ახლა რა თვალსაზრისით. ერთი მხრივ ჯანმრთელია და მეორე მხრივ არა და ვიტყვი რატომ. ესე იგი ჯანმრთელია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ძალა, რომელიც ამ რვიანს კრავს, არის ძალიან სერიოზული ძალა და ამ მხრივ რვიანს აქვს პერსპექტივა, რომ დიდხანს იყოს აი ესეთივე შეკავებაში. არა, მე მგონია ეს არის ძალა და ეს მე მგონია, რომ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების, დასავლეთის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების სიმპათია ამ პროცესის მიმართ, რასაც ქვია, ვთქვათ, აი ამ საარჩევნო პროცესის მხარდაჭერა და ვთქვათ, უფრო კეთილსინდისი
ნებისმიერი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ეს სიმპათია ქალბატონოია დასავლეთის მხრიდან. ამ მხრივ რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა და ის ჯობია რევოლუციას დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად რომ არის გულწრფელი და ნამდვილად ჯანმრთელი პროცესია. მაგრამ ეხლა თუ დაუბრუნდებით იმას თუ რაში შეიძლება არ იყოს სიჯანსაღი რვიანის, ეს არის სწორედ მათი ძალიან სერიოზული იდეოლოგიური აცდენა, ანუ იმ პარტიების, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული იმიტომ, რომ ძალიან ძლიერ ქვეყნებს სურთ, რომ ესეთი კონგლომერატი, ასე ვთქვათ, არსებობდეს, მაგრამ ეს არის მხარდაჭერა გარედან და ეს მხარდაჭერა გარედან არ ამგონია მე რომ იყოს საკმარისი და დარწმუნებული რომ არ იქნება საკმარისი, თუ არ იქნება რვიანის და მათი გზის მხარდაჭერა სწორედ საზოგადოების მხრიდან. რაც შეეხება ისევ დასავლეთის მხარდაჭერაზე ერთ შეკითხვას კიდევ დავუსვათ, ანუ თქვენი აზრით ეს მხარდაჭერა ეხება რვიანს, ანუ ისინი უჭერენ მხარს რვიანს თუ უბრალოდ საარჩევნო ცვლილებებს ზოგადად. ანუ იმიტომ რომ საარჩევნო ცვლილება შეიძლება იყოს ისეთი, როგორც აწყობს ხელისუფლებას ცალსახად და არა დაუშვათ რვიანის წევრ პარტიებს. ანუ ასეთ ცვლილებასაც დაუჭერენ მხარს, რასაც დაუშვათ ხელისუფლება დღეს თავაზობს რვიანს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ მე არ მგონია ამ შეკითხვის ზუსტი პასუხი ვინმე მიცოდეს. ფაქტი არის, რომ გაკეთდა განცხადებები ძალიან მაღალ დონეზე ამერიკაში და ევროპაში, რომ უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება რაღაც სხვა გარემოში, გაცილებით წესიერ გარემოში და რომ უნდა მოხდეს არჩევნების გზით ჩანაცვლება ხელისუფლების. ეს განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ და ამიტომ მე მგონია რომ თუ რვიანი გაამართლებს იმ იმედებს, რისთვისაც ის არის შექმნილი, ცხადია რვიანის მიმართ მხარდაჭერა იქნება იგივე, რაც მხარდაჭერას არჩევნო პროცესში. რას ნიშნავს ქალბატონოია იმედების გამართლება? ანუ რა შემთხვევაში ჩავთვლით რომ გაამართლა იმედები? აქ ხომ გადაწყვეტილება არის ხელისუფლებაზე, ანუ მათ პოლიტიკურ ნებაზე. არა მხოლოდ, იმიტომ რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების რაღაცნაირი პიცგება არის შესაძლებელი. თუ კი, თქვათ, საგარეო ფაქტორი და საშინაო ფაქტორი თანხვედრივად იმუშავებს და ის ძალები, რომლებიც არიან ნამდვილად პროდასავლური და ამავე დროს ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ძალები, იქნებიან მხარდამჭერი ამ პროცესის და კონკრეტულად იქნებიან მხარდამჭერი რვიანის. და რა შემთხვევაში იქნებიან რვიანის მხარდამჭერი? აი ეს სამოქალაქო ძალები, რომელზეც თქვა, რა უნდა მოიმოქმედონ ამისთვის რვიანის პარტიებმა, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ. ერთადერთი რაც მათ უნდა მოიმოქმედონ არის ის, რომ უნდა იყვნენ თანმიმდევრულები იმაში, რისთვისაც ისინი არიან შექმნილი. ანუ უნდა იყვნენ თანმიმდევრულები იმაში, რომ ხელისუფლებას სინამდვილეში დაათმობინონ ის, რისი დათმობაც ჩემი აზრით ხელისუფლებას არც დღეს არ უნდა და არც ერთი წლის შემდეგ არ მოუნდება. ეს არის ერთგვარი დილემა, როდესაც დაუშვათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მაგალითად არიან შემჩნეული ელიტურ კორუფციაში, ხო? სულ ერთია, რა გზის გავლით მოხვდებიან ისინი ციხეში, იქნება ეს რევოლუციური გზა თუ იქნება საარჩევნო გზა. ამიტომ მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია, არჩევნებით დათმობენ თავის დღევანდელ მდგომარეობას თუ რევოლუციით დათმობენ. ცხადია, იბრძოლებენ ყველა მიმართულებით ბოლომდე, რომ შეინარჩუნონ ის მდგომარეობა, რაც აქვს დღეს. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, ხელისუფლება ყოველთვის მიდრეკილი იქითკენ, რომ გახდეს კრიმინალური და ჩვენ ქვეყანაში ეს ხდება. ამიტომ ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით ადვილია იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო არის ძლიერი, მაგრამ სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, იქ ყველგან არის ელიტური კორუფციის მინიმუმ, ელიტური კორუფციის პრობლემა და შესაბამისად არის ხელისუფლების არარევოლუციური გზით ცვლის პრობლემა. აი ეხლა ვართ ამ საფრთხის წინაშე ჩვენ ყველა, აი ამ დილემის წინაშე, როგორ აიძულოს საზოგადოებამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლება, რომ მშვიდობიანად დათმოს ის, რის დათმობაც მათ არასგზით არ უნდათ და არ ჭირდებათ. ანუ ქალბატონოა, თქვენ ბრძანეთ, რომ რვიანს დღეს გაუჩნდა შანსი, მაგრამ ამავე დროს ხო არ გაუჩნდა სერიოზული რისკიც, იმიტომ რომ ეხლა არის მომენტი, როდესაც თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, შეიძლება ეს პროექტი ჩაიშალოს. არ ფიქრობთ ასე? შეცდომა რა შეიძლება იყოს, როდესაც მათ იციან ზუსტად მაგალითად შიდა კონფლიქტი და დაშლა. ხო, ესეც შეცდომას არ დავარქმევდი ამას. ეს იქნება პროცესის ის ნაწილი, რომელიც აქამდე დაფარულია უბრალოდ და ჩვენ ვერ ვხედავდით. იმიტომ რომ შეცდომა რვიანმა როგორ უნდა დაუშვოს, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. ყველაფერი რაც შეიძლება მოხდეს ცუდი, შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ რვიანი უბრალოდ იყოს არათანმიმდევრული და არაგულწრფელი. დარჩენ ახლა თუ ისინი იქნებიან გულწრფელები
ამ თავის გზაზე. მე დღემდე არიან ისინი თანამიმდევრულები და გულსრფელები? ძალიან ძნელია ხა თქვა დღემდე არიან თუ არა, იმიტომ რომ ის ვადები, რომელიც მათ დაუთქვეს ხელისუფლებას, მუდმივად ინაცვლებს სამომავლოდ და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ დრო ჯერ სინამდვილეში არის და ეს გზა არის ძალიან რთული. ამიტომ ხა ჩვენ ყველა ვუყურებთ. მე უბრალოდ მახსენდება ერთი რამ, რომ როდესაც არსებობდა ალიანსი, მაშინ თავიდან იყო ესეთი განცხადებები, რომ ალიანსი არის ორიენტირებული არჩევნების მოგებაზე, რომ ალიანსის მთავარი მიზანი არის, რომ ირაკლი ალასანია გახდეს თბილისის მერი და ჩვენ ყველა ვისმენდით ამ განცხადებებს, თუმცა გავიდა გარკვეული პერიოდი და შემდეგ ლამის ის შედეგი, რაც აჩვენა ალიანსმა, გაფორმდა ალიანსის დიდ წარმატებად. ამიტომ მე ამას არ ვთვლი შეცდომად. აი ამას ვთვლი, რომ ეს იყო არაგულწრფელი კამპანია საარჩევნო, იმიტომ რომ თავიდან დაიწყო იმით, რომ თითქოს მათი მთავარი მიზანი იყო გამარჯვება არჩევნებში და შემდეგ დამარცხება ლამის არის გაფორმდა გამარჯვებად, ხო? ეხლა რა თქმა უნდა ეს საფრთხე არსებობს დღესაც, რომ იქნება მუდმივი საუბარი იმაზე, რომ რვიანი გაუმჯობესებს არჩევნო გარემოს, გაუმჯობესებს დღეს, მაგრამ არა დღეს ვერახვალ, არახვალაც არ გამოვიდა, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს ზეგდამაზეკ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ შევცვალოთ გარემო და ბოლოს მივალთ იმ შედეგამდე, რომ ნაციონალური მოძრაობა აიღებს 2/3 პარლამენტში, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი და რვიანი მიიღებს რაღაცას, რაზეც იტყვიან, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით. მე მაშინ ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს კამპანიაც იქნება არაგულწრფელი, ისევე როგორც იყო კამპანია თვითმმართველობის არჩევნების. გასაგებია, ქალბატონო, მოდით ახლა უკვე საზოგადოების ნაწილზე, საზოგადოების თემაზე ვისაუბროთ და თქვენ ბლოგს მინდა დაუბრუნდე, სადაც თქვენ საუბრობთ შალვა-რამიშვილის ტერმინია ეს, თქვენც ამბობთ ამას თქვენს ბლოგში, შუაში სტეპზე, ანუ იმ ადამიანებზე საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც დგას შუაში, ანუ ის არ არის არც ოპოზიციის მომხრე და არც ხელისუფლების, თუმცა ვინ არიან ეს შუაში სტეპი, თქვენ ამას ჩემზე გაცილებით უკეთ ახსნით და იქნება აუხსნათ ეს ჩვენს მაყურებელს, ოღონდ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს იან თაძესთან. ია, თქვენ ბლოგში საუბრობთ შუაში სტეპზე. მოდით აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, ვინ არიან ეს ადამიანები, არა პიროვნულად, არამედ რა წრეა ეს ადამიანების და თქვენი აზრით, თქვენი შეხედულებით, რამდენად დიდია ეს წრე? მე ვიტყოდი ასე, რომ როდესაც ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა შალვა-რამიშვილმა ახსენა ეს ტერმინი, მისი მოგონილი ცნება არის შუაშისტი, მან საკმაოდ ირონიულად ცადა აი ამ ტერმინის გამოყენება ირონიულ კონტექსტში, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი ცნება იმისთვის, რომ ჩვენ დავახასიათოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში სურდა, რომ არ ქონოდა აკვიატება წინასწარი არც ხელისუფლების მიმართ და არც ოპოზიციის მიმართ. ეს იყვნენ ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს ხელისუფლებას აფასებდნენ როგორც რეფორმატორულს, როგორც ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებულს და საკმაოდ პროგრესულს. მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხედავდნენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია ჩვენს ქვეყანაში და ხელისუფლებას აქვს ეს ავტორიტარული მიდრეკილებები. ანუ ქალბატონოია, კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ეს ადამიანები, ეს შუაში მდგომი წრე არის თანაბრად ლოიალური როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ქმედებების მიმართ, თუ პირიქით თანაბრად კრიტიკული? არა, ისინი არ არიან ერთგვაროვნად განწყობილი ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიმართ. ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად აკრიტიკებს სააკაშვილს, ზოგიერთი ნაკლებად, მაგრამ მე ვთქვი, რომ აი ჩვენ შეგვიძლია მაგალითისთვის ავიღოთ მაგალითად ჟურნალი ლიბერალი, რომელსაც ორივე მხრიდან აკრიტიკებენ, ზოგი იმისთვის აკრიტიკებს, რომ არ არიან საკმაოდ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ და ზოგს კიდე არ ჯერა, რომ გულწრფელები არიან ხელისუფლების კრიტიკაში ან პირიქით, ხო? აი ყველა მხრიდან მათ მიმართ იყო საყვედურები, მაგრამ მაინც ყველა პატივს სცემდა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკა ყოველთვის. და ესეთები იყვნენ მეცნიერები, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტებს შორისაც არიან ესეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ახლა თუ სადმე გზაში შეგხვდება ვინმე გაგაჩერებს, კითხავს, რომ უი როგორ მიხარია, რომ შენ ოპოზიციონერი ჟურნალისტი ხარ. მე მაგალითად ამას თუ მეტყვი, ძალიან მეწყინება, ხო? იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ესეთი კლიშე არ იყოს თანმდევი ჩემი სახელის და ანუ არ იყოს ასოცირებული რომელიმე. ხო, რა თქმა უნდა. ხო და არიან ადამიანები, რომლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ
წინასწარ ამოჩემებულად არ აკრიტიკონ ხელისუფლება ან ოპოზიცია და თქვა რომ აი ეს ნაბიჯი არ არის სწორი, ამიტომ და ამიტომ. აი ამ ნაბიჯში გადაუხვია ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ. ხო, ეს არ იყო საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი. ანუ მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებიც მთელი ამ პროცესების განმავლობაში ინარჩუნებდნენ სასაუბრო და მისასვლელ გზას ხელისუფლების და ოპოზიციის ნებისმიერ ფრთასთან. მაგრამ აი 26 მაისის ღამე, რაც მე ვაკვირდები, იყო ძალიან გარდამტეხი, იმიტომ რომ ეს ადამიანები დადგნენ თავის სინდისის მხარეს და სხვა დროსაც არ შემემჩნევია რომ ამ გზიდან გადაეხვიათ და თქვეს რომ მოხდა სასტიკი დასჯა იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ გამოსული აქციაზე და არ ეპატიათ მათ ეს და ჩემი თვალით უყურებდი ბოლო დღების განმავლობაში, როგორ დაიწყო ამ ადამიანების განდევნა ამ შუალედური სივრციდან. ანუ პოლარიზაცია ხდება მათ. პოლარიზაცია ხდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები დღეიდან უკვე არიან მიხეილ სააკაშვილის მტრები, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერებმა აიძულეს ისინი, რომ უარი ეთქვათ ამ შეფასებებზე. აიძულეს კი არა, ცდილობდნენ, რომ ეიძულებინათ. დიდი ბრძოლები იყო სხვათა შორის სოციალურ ქსელებში და პირდაპირ ითხოვდნენ მათგან, რომ არ შეეფასებინათ აქციის დარბევა, როგორც დარბევა და შეეფასებინათ როგორც დაშლა. არ ეღიარებინათ, რომ ადამიანები არიან გარდაცვლილი, იმიტომ რომ დაუშვათ მათ მიმართ გახოცეს და ძალადობა. არამედ დაეცადათ, როდის იტყოდა გამოძიება, რომ თქვა დენმა დაარტყა, ვინმეს თუ არ დაარტყა და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად უკვე ძალიან სერიოზული ბრძოლა წარიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს თავის სინდისზე უნდა ეთქვათ უარი. და რაც მე ვნახე, არავინ უკან არ დაიხია. და სწორედ იმიტომ, რომ მათ უკან არ დაიხიეს, ხელისუფლების წარმომადგენლების თუ მომხრეების მხრიდან იყო სერიოზული წნეხი ამ ადამიანებს და პრაქტიკულად განდევნეს ესენი შუალედური სივრციდან. რამდენად დიდია ეს წრე ქალბატონოია, ან რამდენად გავლენიანია? დანარჩენ საზოგადოებაზე როგორია ხარისხი მათი გავლენის? კარგით, მაშინ ასე ვთქვათ. გავლენა ძალიან არის დაკავშირებული თვით რეგულაციის და თვით ორგანიზაციის ხარისხთან. თუ ეს არის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია შეკავშირება რაიმე სერიოზული იდეების ირგვლივ, მაშინ რა თქმა უნდა ისინი შეიძლება დღეს არ არიან გავლენიანები, მაგრამ პოტენციურად იქნებიან გავლენიანი ხვალ. საქმე ის არის, რომ როდესაც აღარ დარჩა ნდობის რაიმე ხარისხი პოლიტიკოსების მიმართ, საზოგადოება წინა პლანზე გამოდის, იმიტომ რომ საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს რაღაცა მორალური ავტორიტეტი და თვითორგანიზებული ნაწილი საზოგადოების, რომლის ასე ვთქვათ, დევიზი შეიძლება იყოს არ გვინდა ავტორიტარული მმართველობა და არ გვინდა საქართველო, რომელიც იქნება რუსულ პოლიტიკას დაქვემდებარებული, აი ეს ორი მესიჯი ერთდროულად, ხო? ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამას იზიარებს. ძალიან ბევრი. ანუ ეს ადამიანები არიან პროდასავლურები, ხო, მასე? დიახ, არიან წმინდა. მაგრამ ქალბატონია, რაც შეეხება პროდასავლურობას, მას შემდეგ, რაც მიტინგის დაშლამდე თუ დარბევამდე თუ მას შემდეგ გაკეთდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანების ვექტორი არ შეირყა, ანუ ისე უცვლელია პროდასავლურობის თვალსაზრისით? არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათ პროდასავლურობაზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ის განცხადებები რაც გაკეთდა, მაგალითად მე ასე ვფიქრობ, გაკეთდა იმიტომ რომ ელჩებს ჰქონდათ გაცილებით მეტი ინფორმაცია იმ საფრთხების შესახებ, რაც შეიძლება რეალურად იყო საქართველოს თავს, ვიდრე გვაქვს ჩვენ თუნდაც დღეს. ამიტომ და იქნებ ჰქონდათ უფრო ნაკლები ინფორმაცია იმ შესახებ რეალურად რაც მოხდა. არა, რეალურად რაც მოხდა, მაგასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ თუ მათ არ იციან რა მოხდა რეალურად, ეს არის საშინელება მათთვის, იმიტომ რომ სრულებით ადვილი იყო იმის ცოდნა, რა მოხდა ელემენტარულად. მაგრამ გაკეთდა შეფასება, რომ მიტინგი დაიშალა სრულიად ლეგიტიმურად და არ ქონდა არანაირი გადაცდენას ადგილი. ხო, თლად ესეც არ იყო, მაგრამ მეც ველოდი, რომ განცხადება იქნებოდა უფრო მეტად მკაცრი მეორე დღეს და ცოტა მეც გამაკვირვა ამ განცხადების შინაარსმა, მაგრამ მიუხედავად ამისა თავარი პათოსი მაინც ის იყო, რომ სერიოზული საფრთხე იყო საქართველოს თავს. ხა ჩვენ არ ვიცით ეს საფრთხე რამდენად რეალური იყო, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს არ გვეუბნება ხელისუფლება. თქვენი აზრით დიდი ბოდიში რომ გაგაწყობთ, ეს ინფორმაცია რაც ჰქონდათ ელჩებს, იყო ობიექტური, თუ ისინი მოდი დღიათ ვთქვათ, არიან ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების სერიოზული ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც მათ აწვდიან ინფორმაციას ისე იმგვარად, როგორც მათ ეს აძლევს ხელს. ეხლა მაგალითად გამორიცხავთ ამას? დიახ, მე გამორიცხავ, იმიტომ რომ ჯონ ბასი არის ადამიანი, რომელიც
ძალიან კარგად არის ჩახედული პროცესებში, რასაც მე ვუყურებ და ეს არის ადამიანი, რომლის მიმართაც არავის არ ქონდა არანაირი პრეტენზია აი 26 მაისის ღამემდე, იმიტომ სწორედ რომ ყველა ხედავდა რომ ეს ადამიანი ძალიან ადეკვატურად აღიქონდა პროცესებს და ამიტომ მინდა ვიფიქრო რომ 26 მაისის 25-ში ღამით და 26-ში გაკეთებულ განცხადებებშიც სწორედ მინდა დავინახო ეს ადეკვატურობა, რომელთაც შეიძლება ჩვენ არა ვართ ადეკვატური და ის ადამიანი უფრო მეტად ადეკვატური იყო. თუმცა რასაკურველია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიტინგის დაშლასთან თუ დარბევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მეც ნამდვილად მომეჩვენა არაადეკვატურად, იმიტომ რომ ყველა ვნახეთ რა მოხდა და მით უმეტეს შემდეგ დღეებში უკაცრავად ნამდვილად აღმოჩნდა რომ ადამიანები არიან გარდაცვლილი ძალადობის შედეგად, ხო? ამიტომ უკვე ეს განცხადებაც რაღაცნაირად სხვა ჭრილში იკითხება, მაგრამ მთლიანობაში მე მაინც ვფიქრობ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში მეტი ინფორმაცია აქვს საფრთხეების შესახებ, ვიდრე მაქვს პირადად მე. აქ არ არის რა თქმა უნდა საუბარი მხოლოდ კონკრეტულად ბასზე და მის განცხადებებზე, იქ სხვა განცხადებებიც იყო, მაგრამ ერთი კავშირი მაინტერესებს. ის რომ გაკეთდა ასეთი განცხადებები, რომლებიც მოდით პირდაპირ თქვა, პრინციპში ხელისუფლებას არ ამტყუნებდა, ხო? არ ამტყუნებდა ბასის განცხადებას. ხელისუფლებამ გამოიყენა ხომ არ ნიშნავს სამომავლოდ, ხომ არ ჩნდება იმის საშიშროება თუ პერსპექტივა, რომ რვიანთან დაკავშირებითაც შესაძლოა იგივე ტიპ კორპუსმა მხარი დაუჭიროს ისე ვიმეორებ ხელისუფლებისთვის სასარგებლო ცვლილებებს. ანუ რამდენად სერიოზულია რვიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ჰილარი კლინტონის განცხადება და ახლა ამაზე მეტი არ ვიცი ხა თუ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინებებს და გამოვიდა კიდე რამე სიტყვის, არ ვიცი, თორემ დანარჩენი ხა სრულიად გასაგები იყო ის მესიჯი, რაც ჩვენ მოვისმინეთ. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც აქამდე ქონდა მიხეილ სააკაშვილს, როგორც ადამიანს რომელიც როგორ თქვა ძალიან სრულფასოვნად ატარებს იმ პოლიტიკას, რაც არის მისაღები ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ინტერესებისთვის. შესაძლოა ეს ადამიანი იყოს მისაღები მომავალშიც, მაგრამ რაც არ უნდა მისაღები იყოს, პრაქტიკულად მისი ვადა იწურება და სერიოზული დათმობა იქნება დაუშვათ აი ზოგადი კანონზომიერებების რაღაც პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს გახდეს კიდევ საქართველოს პირველი პირი. რომ შესაძლოა დასავლეთმა იღონოს რაიმე, რომ ეს არ დაუშვათ? არ დაუშვას? პირველ რიგში ვეთანხმები იმას, რომ ეს მაინც ჩვენი საქმეა და პლუს მგონია, რომ რა საშუალებებიც მათ ექნებათ, რომ თქვათ მხარი დაუჭირონ, თქვათ ისეთ პროცესს, თუნდაც როგორიც არის საარჩევნო პროცესი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ვხედავთ, რომ ისინი ამ მიმართულებით გამენ ნაბიჯებს და არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ აღმოჩნდეს ისე, რომ რვიანი იყოს არაგულწრფელი თავის ამ საარჩევნო ანუ ესეც რვიანზეა დამოკიდებული დასავლეთის რვიანი არის ინსტრუმენტი დღეს რვიანი არის ინსტრუმენტი გითხრათ იმათ ახლა მე ვერ წარმომიდგენი არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში როგორ უნდა შეიცვალოს ეს ინსტრუმენტი და ვისით უნდა ჩანაცვლდეს თუმცა ისე სწრაფად გარბის რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ დღეს რვიანი არის ინსტრუმენტი იმისთვის რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო და ჩატარდეს სხვანაირი არჩევნები მე ვამბობ რომ არ ვიცი რა მოხდება შესაძლოა აღმოჩნდეს 2013 წელს რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მაგრამ ეს პირველ რიგში მაინც მგონია რომ იქნება ქართველების პასუხისმგებლობა. დაუბრუნდეთ ისევ ამ შუაში მდგომ საზოგადოებას. პოლიტიკურად რა მოთხოვნა აქვთ მათ ია თქვენი აზრით? ანუ თავისნაირ გაწონასწორებულ ლიდერს ითხოვენ და პოლიტიკურ ძალას? დღესდღეობით რამდენადაც მე ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალებში, რომელიც არსებობს საქართველოში, ოპოზიციურ ძალებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, სწორედ რვიანი არის ის ძალა, რომელიც ყველაზე მეტად მისაღებია აი ამ შუაში მდგომი და დამბალანსებელი საზოგადოებისთვის. ეს საზოგადოება შედგება როგორც ჟურნალისტებისგან, როგორც უკვე ვთქვით, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, მეცნიერებისგან და საზოგადოების სხვადასხვა წევრებზე, ხელოვნების სფეროში და დასაქმებული ადამიანებისგან
მოგვიანებისგან და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მათთვის დღეს, რასაც მე ვხედავ, რუიანი ყველაზე მისაღები პოლიტიკური ძალაა, მაგრამ აქვე არის საფრთხე იმისი, რომ შესაძლებელია იმდენად დიდი მოთხოვნა იყოს, თქვათ, დაბალანსებულ ლიდერზე და დაბალანსებულ პოლიტიკურ ძალაზე, რომ საზოგადოების აი ამ შუაში მდგომმა ნაწილმა გაცილებით უფრო მეტად ცადოს, თქვათ, დახმარება და მხარში დგომა და მეკავშირეობა პოლიტიკური ძალების, ვიდრე ეს არის საჭირო სინამდვილეში საქართველოს. ანუ კოოპერაციის დოზა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის უბრალოდ თანამშრომლობა ამას. დიახ, და ეს იქნება ძალიან ცუდი ჩემი აზრით, იმიტომ რომ 2003-2004 წლებში ჩვენ ვნახეთ რა მოხდა, როდესაც არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები იყვნენ ძალიან დიდი მეკავშირეები რეფორმატორული ძალების და პრაქტიკულად მივიღეთ ის, რომ ეს ძალები გააძლიერდნენ, ეხლა ესე მოხდება. პოლიტიკოსებისთვის არის იდეალური სიტუაცია. პოლიტიკოსები გაძლიერდებიან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდება. და მე ეს არ მინდა მოხდეს და ის შეცდომა, რომელიც ერთხელ უკვე გავიარეთ. ანუ მიუკერძოება არ უნდა დაკარგოს. არავითარ შემთხვევაში თანამშრომლობა არის სწორი, კარგი და საჭირო, მაგრამ მეკავშირეობა არ შეიძლება. არ შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოს ეგონოს, რომ მას ყავს თავისი ჟურნალისტი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ნინო ბურჯანაძე, ბადრი ბიცაძე თუ ირაკლი ალასანია. არ შეიძლება ირაკლი ალასანია იყოს დარწმუნებული, რომ მას ყავს თავისი ჟურნალისტი, რომელიც ისე გააშუქებს რაღაც მოვლენას, როგორც მას უნდა ან რუიანს უნდა. ეს არ უნდა მოხდეს არავითარ. და იმ ჯანმრთელი თანამშრომლობის ნიშნებს დღეს ხედავთ თქვენ. ანუ აი ეს კონტაქტი არსებობს ორივე საზოგადოების ნიშნებს ხედავთ. არ დავწერდი სხვა შემთხვევაში, რომ არ ვხედავდე იმ საფრთხეს, რომ თანამშრომლობის ნიშნებსაც ვხედავ, მაგრამ მოკავშირეობის სურვილსაც ვხედავ. და რომელი მხრიდან თუ ორივე მხრიდან? ორივე მხრიდან. კიდევ ვამბობ, რუიანისთვის ეს არის იდეალური. თქვენ არ ვიცი, ალბათ უსმენთ, თქვენს ეთერში იყო გუშინ ბატონი ირაკლი ალასანია, რომელიც ძალიან სერიოზულად ამახვილებდა ყურადღებას საზოგადოების მხარდაჭერაზე და ამბობდა, რომ აი საზოგადოებასთან ერთად რუიანი ძალიან ბევრს მიაღწევს, საზოგადოებასთან ერთად, რომ მედიას პრობლემები აქვს, რომ მას მიეცემა ალბათ საშუალება, რომ ისაუბროს მედიის პრობლემებზე, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ზღვარი უნდა იყოს გავლებული და ვიტყვი რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის, როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის და როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ჩვენ ვართ მსახური საზოგადოების და პოლიტიკოსი მაინც ყოველთვის არის манипуляტორი. იმიტომ რომ ის მუშაობს მიზანშეწონილობის პრინციპით და ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ მიზანშეწონილობის პრინციპით ვიმუშაოთ. ამიტომ ჩვენ ვერ გავხდებით პოლიტიკოსების მეკავშირეები. მაშინ ჩვენ უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ სეგმენტში და უნდა გავხდეთ რომელიმე პარტიის წევრი. ეს იქნება გულწრფელი და სწორი ნაბიჯი თუ ჩვენ ეს გვინდა. თუ არა და ჩვენ უნდა დავდგეთ იქ სადაც ვართ ძალიან მყარად და სწორედ ის სეგმენტი უნდა გავაძლიეროთ, რომელშიც საზოგადოება გვიცნობს. ანუ თუ მე ვარ ჟურნალისტი, უნდა ვიყო ჟურნალისტი და ვემსახურო საზოგადოებას, თუ მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უნდა ვიცოდე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ჩემი პირველი ინტერესი და არა პოლიტიკოსის ინტერესი. არ ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი რვიანში შემავალი პარტიებისთვის და სწორედ იმ საზოგადოებისთვის, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, უნდა იყოს მედიის თვალსაზრისით ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა. გუშინ ქალბატონმა მომწერა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოდან, რომელმაც მითხრა და მე ძალიან ვეთანხმები მას შინაგანად, მან მომწერა, რომ შვილო, ანუ გადაეცი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოდიან შენთან სტუმრად, რომ თუ თბილისს არ გაცდება ობიექტური ინფორმაცია, არაფერი არავის არ გამოუვაო, აი ესეთი რამ მომწერა და დასავლეთშიო მაგალითად ძალიან ბევრ ოჯახში არც კი იციან 26 მაისის ღამეს რა მოხდაო. არ ფიქრობთ, რომ თუ არ ექნებათ ეს ინსტრუმენტი მათ ხელში, ანუ მიუკერძოებელი მედია, პირველ რიგში ალბათ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არხი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა მათ არ ექნებათ. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს. ტელევიზორი რა არის? ეს არის ყუთი, რომელიც დგას ჩვენს წინ და ხელში გვიჭერს პულტი და გადავრთავთ რომელიმე არხზე, ხო? ჩემთვის მე როცა მაყურებელი ვარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელ არხზე გადავრთავ იქ, საიდანაც მოვისმენ სიმართლეს. ერთი ტელევიზია, რომელიც გავა თელს საქართველოსი და მისი მაუწყებლობა მიწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს. საკმარისია იმისთვის, რომ რადიკალურად შეიცვალოს სიტუაცია. ამიტომ
ეს ერთი ტელევიზია იქნება ყველაზე ბოლო, რასაც დათმობს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ თუ ვიტყვით, ანუ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სწორედ ეს არის დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რეალობის ფარგლებში. ანუ მაგალითად ტელეკომპანია მაესტრო, რომელსაც ვერ უყურებს მთელი საქართველო, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ შევქმნათ ის პირობები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხო? მაგალითად ინტერნეტი, რომელზეც ხელი არ მიუწვდება. მაგრამ არ ფიქრობთ, რომ მეორე მხრივ ყველაფერი გაკეთება მაქსიმალურად გააკეთებენ იმისთვის, რომ არ იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი იგივე მაესტრო. გვაქვს სიუქნეთის მაგალითი უკვე, რომელზეც არ გადის. დასაკვირველია, ამიტომ ვამბობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით ბრძოლას შეიძლება კონდეს მეტი შედეგი, დაუშვათ იმავე რეგიონებში რეგიონული ტელევიზიების გაძლიერებას, რეგიონული გაზეთების გაძლიერებას, რასაც მუდმივად აკეთებენ საერთაშორისო ფონდები. ამას ექნება გაცილებით უფრო დიდი ეფექტი და ეს შეიძლება უფრო მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, ვიდრე ხა ჩვენ რომ დავისახოთ მიზნად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს სხვანაირი. არ გახდება. ბოლო იქნება, დამერწმუნეთ, ბოლო იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რასაც დათმობს მიხეილ სააკაშვილი. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი. ია ანთაძე იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ მალხაზ ჭკადუასთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, მალხაზ ჭკადუაა ჩვენი სტუმარი, მალხაზ მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. ძალიან საინტერესოა რა გადაგხდათ თავს 26 მაისის ღამეს, ვიცი რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ჟურნალისტი. სანამ საუბარს დავიწყებდით, მინდა ვთქვა, რომ ჩემს გარდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაცილებით მეტად დაზარალდნენ ასე ფიზიკური შეურაცხყოფის კონტექსტით, მაგრამ ჩემს შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ ჩემს მეგობრებთან ერთად დამაკავეს და გადამიყვანეს დიღმის პოლიციის სამმართველოში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სანამ დაიწყებოდა თვითონ აქციის დაშლა, მოვილაპარაკეთ ჟურნალისტების ჯგუფმა, რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყავით, რომ თქვათ, ვაი თუ რამე მოხდება, თქვათ ერთმანეთის მოძებნა არ გავჭირებოდა. და ამიტომაც ასე ვთქვათ, ეს ადგილი დავიკავეთ რუსთაველის კინოთეატრის წინ. როცა უკვე ხედავდით, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები მოადგნენ როგორც ჩიტაძის ქუჩიდან, ასევე თავისუფლების მეტროდან, ინფორმაციას გადავცემდი ამ დროს რადიო პალიტრას, მოგეხსენებათ ჩვენი ჰოლდინგი არის, რომელიც აერთიანებს ინტერპრეს ნიუს, რადიო პალიტრას და ინტერნეტ ტელევიზიას პალიტრა ტევ-ს. ამ დროს გადავცემდი ინფორმაციას, ვერთვებოდი პირდაპირ ეთერში რადიო პალიტრაში, უკვე ამ დროს დაიწყო პირველი გასროლა ამ დროს იყო, ამას მოყვა უკვე გაზის ბალონების გასროლა, შემდეგ წლის ჭავლე. იმდენად ახლოს იყო უკვე ეს რაზმი და პრინციპში აქციის მონაწილეებიც, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გადარჩენა, ამიტომაც ვთქვით, რომ ეგრევე უნდა ჩავსულიყავით. პირველ ეტაპზე მალხაზ ბუდიში რომ გაწყვეტინებთ, ალყა იყო, ანუ ამას უარყოფს ხელისუფლება. გასასვლელი იყო თუ არ იყო ადამიანებისთვის და მე რაც დავინახეთ ამის თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ლესია უკრაინკას ქუჩა, ჩიტაძის ქუჩა, თავისუფლების მოედანი მეტროს წინ ფურცელაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა და ჭანტურიას ქუჩა იყო გადაკეტილი სპეცრაზმის და პოლიციის თანამშრომლებით. მე მოვისმინე კი განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლების მოედნიდან შეეძლოთ აქციის მონაწილეებს, თქვათ, გასვლა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, იმიტომ რომ იქ სულ მცირე ორი ასეული მაინც იყო მობილიზებული სპეცრაზმის თანამშრომლების და ეს ჩვენ აშკარად დავინახეთ უკვე დაახლოებით 12-15 წუთი დააკლდა. თქვენ სცადეთ თავის დაღწევა? ჩვენ როცა დაიწყო და როგორც გითხარით, ჩავედით ფურცელაძის ქუჩაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ უპრობლემოდ გაგვატარეს, იმიტომ რომ ქონდა ყოველას მედიის დამადასტურებელი პრესბარათები, რომელიც ყოველას ჩამოკიდებული ქონდა ყველაზე იმისთვის, რომ ადვილი ყოფილიყო ჩვენი იდენტიფიკაცია, ამასთან გვეცვა ის სპეცჟილეტები, სადაც აწერია პრეს TV, ეს ეხება ჩვენს ჰოლდინგს, თუმცა სხვა მედია საშუალებების წარმოადგენლებსაც ჰქონდათ იგივე პრესბარათები. ამ შემთხვევაში გაგვატარეს უპრობლემოდ, იმიტომ რომ ხვდებოდა, რომ ძალიან დიდი ჯგუფი იყო ჟურნალისტების. სამების ეკლესიასთან გავჩერდით რამდენიმე წუთი, მაგრამ იქაც გაჩერება უკვე შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მოახერხა გარღვევა ამ კორდონის და მათ ჩამოყვნენ სპეცრაზმელები. ამის შემდეგ გაეკიდნენ კი სრულად სატყდა და პრაქტიკულად იქაც გაჩერება შეუძლებელი გახდა, ამიტომაც ვარჩიეთ, რომ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან უფრო სწორედ ისე ავსულიყავით რუსთაველზე და ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა. აქ სანამ ეს მცდელობა გვექნებოდა, რომ თქვა ავსულიყავით რუსთაველზე, რამდენიმე ქალბატონი გადავიღეთ, რომლებიც მოთქვამდნენ, რომ მათ შულები დაკარგეს და სასტიკად სცემეს და ეს გადავიღე კიდევაც კამერით.
უკვე შემდეგ ჩვენ ვცადეთ ასვლა რუსთაველზე, მაგრამ აქ იყო უკვე პირველი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ სად მიდიხართ, ჩაეთრიეთ ქვევით და გინება მოყვა ამ ყველაფერს. სპეცრაზმელი იყო? სპეცრაზმე რადგანაც სიბნელი იყო, ვერ გეტყვით, მას სპეციალური ეკიპირება ეცვა თუ არა, ყოველ შემთხვევაში როცა ქვა ჩამოქვეით და ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ ის დანარჩენი ეკიპირება ანუ სახე არ ჩანდა. სახე არ ჩანდა. უშედეგო არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ ჩვენ ვცადეთ, რომ უკვე ჭანტურიას ქუჩიდან ავსულიყავით. ჭანტურიასა და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთაზე ვიდექით უკვე მე პალიტოტევის ოპერატორი და ექსპრეს ნიუსის სააგენტოს 2 ჟურნალისტი. ამ დროს დაგვინახა რამდენიმე იმ წამსვე იწყება ჩვენი მიმართულებით სროლა. და რა თქმა უნდა დამიზნებით გესროდნენ? ყოველ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ის დისტანცია რაც ახლა ჩემსა და თქვენ შორის არის, ზუსტად ამ დისტანციით ჩამიარა ორმატყვიან. და ამოიცნეს რომ ჟურნალისტები იყავით. ჩვენ ყვიროდით რომ ჟურნალისტები ვიყავით, ესე ბეჯები ავწიეთ რომ ჟურნალისტები ვართ, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია და დაიწყეს გამოიცნა ჩვენკენ. რადგან ხვდებოდი რომ უკვე აზრი არ ქონდა გაჩერებას და რამის ახსნას ჩვენს გავიქეცთ. და თაბუკაშვილის ქუჩის ერთ-ერთ კუთხეში უკვე ხვდებოდი რომ გასაქცევი არსადაც იყო და არასაით არ იყო და თან ვცადეთ რომ რამდენიმე სადარბაზო შევსულიყავით. ან ყველა სადარბაზო ჩაკეტილი იყო. ალბათ ეს ხალხიც ხვდებოდა რა სიტუაცია იყო და ყველა ასე ვთქვათ გადაკეტა ჩარაზა სადარბაზოები. ამ დროს ვიგზენი პირველი დარტყმა სერიოზულად ისეთი რომ ლამის გავითიშე, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მოვუბრუნდი რატომ მიტყამ, რატო დამდევ, ჟურნალისტი ვარ და ვუფრიალებ ასე ამ ჩემს პეიჯს. ამას შედეგი არ მოაქვს არანაირი დადებითი პირიქით აღძილების ჩარტყმას თავში მიზანმიმართულად და სულ რამდენიმე წამში მითხრა რომ აი გაწექი მიწაზე გინებით რა თქმა უნდა და დამადო ხელბურკილი. ამ დროს მოდის მეორეც მიტყამს დაახლოებით მუსლის არეში ერთ ორ წიგნს ასე ვთქვათ მითავაზა, მაგრამ ხვდება რა რომ ის პირველი ძალიან მონდომებული იყო, აჩერებს რაშვები ხო ხედავ ადამიანს კლავ. დაახლოებით ეგეთი ტექსტი იყო თუ სწორად მახსოვს. დამოდის ხელბურკილები და უკვე ხედავ რომ ჩემს მეგობრებსაც რომლებიც იყვნენ სააგენტოდან ისინიც დააკავეს, ერთ-ერთი სხვადასხვა გოგო იყო. შემომესმა ამ გოგოს კივილი, ამ დროს თენგოსაც ჩაარტყეს თავში და უკვე აგვიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩისკენ, სადაც არის ახლა დაშენებული პოლიციის შენობა. ამ დროს უკვე მოასწრეს ის რომ ბეჭს რო დახედეს, მეკითხებიან რომ საიდან ხარ, დაინტერესდნენ რადგანაც. ვეუბნები სააგენტო ინტერპრეს ნიუსი, როგორც ჩანს რეაქცია არ არის და კვირის პალიტრა გაგიგია ვეუბნები. მაყურებელს ისიც ეცოდინება რომ სადაც კვირის პალიტრა ერთი ჰოლდინგია და ინტერპრეს ნიუსი და კვირის პალიტრა არის ერთი ჰოლდინგის შემავალი მედია საშუალებები. არც ამაზე არ არის რეაქცია და ბეჯი ამაგლიჯა რამდენიმე წამში ჩანთამ გადააგდო, ეს ჩანთაში მქონდა სხვა საბუთები, ჩემი როგორც პირადი ასევე საქმიანი, ასევე პატარა ჩამწერი რადიოსთვის და უკვე სულ რაღაც 2-3 წუთში აღმოჩნდით იმ პოლიციის შენობის წინ. და შემდეგ რა ხდებოდა? შემდეგ ხდება ის რომ ხედავ რომ მოყავთ სხვა ადამიანები, გასისხლიანებულები, ნაცემები სასტიკად. ერთი ამტკიცებს რომ გამოვიდა სახლიდან, იმიტომ რომ შულები გამოიხსნენ აქციას და მათი მოძებნა უნდა. სხვები ამბობდნენ რომ არაფერ შუაში არ არის აქციასთან, არაფერ შუაში არ არიან აქციასთან და ისინი უბრალოდ კეიფობდნენ. მათ მართლაც ეთყობოდათ ნასვამობა, ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელმაც თქვა რომ მე ვარ მძღოლი, ეს არის მამაჩემი და არაფერ შუაში არა ვარ. ხო, ამ დამოუწყდა ის თქმა რომ როცა დაგვაკავეს, დამაკავეს და უკვე მიტყამდე ბურჯანაძის მონავ, ესეთი ტექსტი ქონდათ, აი მუდმივად ამას იმეორებდნენ და მე მგონი თქვენს წარმომავლობაზეც იყო ხო რაღაც კი, ეს უკვე პოლიციის განყოფილებაში იყო, რომ როცა გვარი და სახელები ჩაიწერეს და ჩემი გვარი ჭკადოა რომ გაიგეს, საიდან ხარ, მე ვთქვი წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან. ხო და რას მოითრეოდი თბილისში, დარჩენილიყავი ზუგდიდში. ამაზე გამეღიმა უბრალოდ მithქვა. ადამიანი ამას რო გეუბნება, ხვდები რომ თქვა ეხა ადეკვატური არ უნდა იყოს, ხო? რა შუაშია. და რო ჩამეღიმა, მეტი აგრესია გამოწვია, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ვცდილობდით ყველანაირად რომ არ გაგვეღიზიანებინ, იმიტომ რომ ხედავდი რომ ადამიანები არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ საღი აზრი, საღი თქვა დებულება მიეღოთ. ანუ მალხას შეგიძლიათ თქვათ რომ შესაძლოა ისინი რაღაც ზეგავლენის ქვეშ იყვნენ? ვერ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ ის ერთი რომელიც ძალიან გამორჩეოდა ჩემს მიმართ აგრესიით, აშკარად ქონდა ესეთი შტაბიშლება დამჩამე რომ ამ ადამიანს უბრალოდ ერთი სული ქონდა ვისთვის დაერტყა და ვისთვის შეეგინებინა და ვისთან გამოიხატა აგრესია.
არ ვიცი ეს რაღაც საშუალებით მიაღწიეს ამას თუ უბრალოდ თვითონ ქონდა ასეთი განწყობა ძალიან გაბრაზებული ჩანდა ძალიან გაბრაზებული მე ძალიან უნდა შევეცადო რომ ადამიანი ესე გავაბრაზო მართლა და რაც შეეხება თვითონ ჟურნალისტი რომ იყავით ეს აგრესიას იწვევდა თუ პირიქით იმიტომ რომ რამდენადაც გავრცელდებოდა ხმები იყო ბრძანება რომ ჟურნალისტებს პირიქით ჰუმანურად უნდა მოქცეოდნენ მართალი გითხრათ იმის გარჩევა არ დაუწყიათ როცა გცემდნენ ანუ არანაირად არ იმოქმედა თქვენმა პროფესიამ პირველ ეტაპზე არ იმოქმედა არანაირად თუ არ ჩავთვლით იმას რომ დაინტერესდნენ უბრალოდ საიდან ვიყავით უკვე პოლიციის განყოფილებაში რადგანაც სულ მუდმივად ვიმეორებდით მე და ჩემი მეგობარი თენგო რომ ვიყავით ჟურნალისტები აქ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ მაგრამ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები ზუსტად ალბათ იმან რომ როცა პოლიციის განყოფილების წინ ჩვენ დავყარეს ქვაფენილზე სხვადასხვა გუშინ გავიარე და ის გამიხარდა რომ ბავშვები იქვე იყავით თქვენს დაგდებული იქვე ვიყავით დაკავების დროს და პოლიციის შენობის წინ ვიყავით ჩვეულებრივ მოხილები აი ესეთ მდგომარეობაში ზოგიერთ ძალიან მოუჭირა. ურტყავდნენ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს? კი, პოლიციის შენობის ჩვენთვის არ დაუტყავთ, მაგრამ სხვებისთვის, იმ მამაკაცებს, რომლებიც დააკავეს ჩვენთან ერთად, სხვა ტერიტორიაზე მათ უტყავთ. თქვენ ნახეთ ეს თქმა. და სულ რამდენიმე წუთში მოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც პრაქტიკულად თავი ქონდა გადახსნილი და ცხვირი მომძრაული და წურწურს დიოდა სისხლი. აქვე მინდა ერთი რამ თქვა, რომ მოვიდა სასულიერო პირი, რომელიც არ ვიცი ახლა მღვდელია, ბერია, მორჩილია თუ არ ვიცი ვინ არის. აშკარად იყო ანაფორიანი და წვეროსანი. თხოვა მათ, რომ ბიჭებო, ეს ხალხი მე გამაყოლეთო. ამაზე უარი მიიღო, მე უთხრა რომ თუ არ გამაყოლებთ, მაშინ მეც მათთან ერთად წამიყვანეთ და მათთან ერთად დამაკავეთ და დამადეთ ხელბურკილებს. სიტყვა სიტყვით მახსოვს ეს მისი ნათქვა, იმიტომ რომ უკვე ცოტა გამოვდიოდი მდგომარეობიდან და ხვდებოდი, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ გადმოვიდოდნენ. რა თქმა უნდა, უარი უთხრეს და უთხრეს მკაცრად, რომ შორიდან ედევნებინა თვალი ყველაფრისთვის, ან დაეტოვებინა ტერიტორია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემი მეგობარი, რომელიც დაინტერესდა რა ხდებოდა რუსთაველზე, გამოვიდა ოდნავ მოგვიანებით დარბევის შემდეგ, დაახლოებით არის პირველ საკლია დაახლოებით 10 წუთი, უკვე 26-ის შუაღამეა და მას ვთხოვე, რომ დაუყვირე, რომ მეთქი ხედავ რა დღეში ვარ გადარეკე. სამსახურში მან იცოდა მე სადაც მუშაობდი, დარეკდა ჩემს რედაქციაში და მე გავიგე, რომ რედაქციას დაურეკავ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ შოთა უტიაშვილთან და ის უშუალოდ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. რამდენ ხანს იყავით ასეთ მდგომარეობაში? დაკავებიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 საათი გავიდა. ქონდა თუ არა აი ამ სპეცრაზმელებს, ვინც თქვენ ასე გეპყრობოდა, რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი მახას? პირველი არ ბრძანდებით, ვინც ამ კითხვას სვამთ და შემიძლიათ ამოგითხრათ, თუ არა. ანუ მათი ამოცნობა არ შეგიძლიათ? არა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნიღაბი არ ეკეთათ უკვე და ეხურათ ჩაფხუტი მარტო, მართლა სახით მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ წამებში მოხდა ყველაფერი და მე ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენ დაგვაკავეს გაქრნენ უბრალოდ და სხვების კონტაქტი უკვე ჩვენთან კონტაქტი არც არ არის ნომერი სახელდაგვარს არავინ არ იძახის არც არ არის ნომერი ან თქვათ თუნდაც ქვედანაყოფის რაღაცა მისაკერი რაღაც პატარა დეტალი არაფერი მსგავსი ერთადერთი რაც გავარჩი უკვე შემდეგ ის იყო რომ ეცვათ წითელი ჟილეტები ჯინსის შარვლები და ამ წითელ ჟილეტზე უკან წარწერა პოლიცია ანუ უტიაშვილის დონეზე მოხდა თქვენი განთავისუფლება? მე არ ვიცი მისი ჩარევის შემდეგ მე არ ვიცი უტიაშვილმა მოგძებნა და თქვათ ძანება გასცა რომ გავითავისუფლებინეთ მაგრამ უკვე დიღმის პოლიციაში რო დიღმის სამმართველოში რო გადაგვიყვანეს და სადაც უკვე აფორმებდნენ ჩვენი დაკავების ოლქს და როგორც გავიგე უნდა გავისამართლებინეთ ადმინისტრაციულ სამართალდაღულებათა კოდექსის შესაბამისად თქვით რომ ჟურნალისტები ვართ კი უკვე მე რამდენად აღარ მახსოვს და ამ დროს შემოვიდა დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი როგორც ჩანს ის იყო პოლიციის მაღალჩინოსანი გამომდინარე მისი და იქ მყოფი ადამიანების ურთიერთობიდან ესეთი დასკვნა გამოვიტანე როგორც კი გაიგო ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები ჯერ მივიდა ჩემს მეგობართან მას ჰქონდა შერჩენილი თავდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია უკვე მეორე დღეს აღლუმზე დასასწრები მე არანაირი საბუთი არ დამჩა ამ დროისთვის და სწორედ მისი გადაწყვეტილებით და ბრძანებით უშუალოდ აღხსნეს ხელბურკილები და გამოგვიშვეს მალხაზ ერთი მომენტი გუშინ პრესაჯიტივის მეშვეობით გავრცელდა ერთ-ერთი ასაკოვანი მოხუცი თვითმხილველის ნაამბობი რომელიც ირწმუნება რომ ქაშვეთის კარი იყო დაკეტილი ანუ იქ ადამიანი თავს ვერ შეაფარებდა მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია სამწუხაროდ ამ ინფორმაციაზე
ვერაფერს გეტყვით, ვერც დაგიდასტუროთ, ვერც უარყოფ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თაბუკაშვილზე ყოფნის დროს ალექსანდრეს ბაღის გაყოფის ადგილას, ანუ სადაც ჯორჯაძე და თაბუკაშვილი კვეთენ ერთმანეთს, შესაბამისად ვერ ვხედავდით ქაშვეთის ეზოში რა ხდებოდა. მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია, სხვა მედია საშუალებასაც ჰქონდა. დღეს გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ რაღაც ნაწილი შეუშვეს, მაგრამ უკვე ხალხის ნაკადი ვეღარ შეუშვეს მეორე ეტაპზე, იმისთვის რომ საშიშროება იყო, თუნდაც თქვა ეკლესიაში შესულიყო სპეცრაზმი. ეს ვერსია ამის დადასტურება და უარყოფა მე მართლა არ შემიძლია, იმიტომ რომ არ შევსწრები ვარ და არც ვიდეო ჩანაწერი მინახავს და თუნდაც არც იმ ხალბატონს გავსაუბრები ვარ, ვიზე დაყნობითაც წეს ეს ინტერნეტ პორტალი. მახას და როგორ აპირებთ თქვენი უფლებების დაცვას? ვიცი რომ კოალიციამ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ანუ რა პასუხს ელოდებით მისგან? პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა, კოალიციამ ჟურნალისტთა ადვოკატირებისათვის უკვე მესამე თუ მეორე დღესვე შეკრიბა ყველა ის ჟურნალისტი, რომელზეც გავსალდა ინფორმაცია, რომ სერიოზული დაზიანებები მიიღეს. მათ მოამზადეს წერილი და ჩვენ ამ წერილს ხელი მოვაწერეთ, რომლის ადრესატი არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც ვიცი, ეს კოალიცია ამასთანავე საიასთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შემუშავდეს კოლექტიური სარჩელი, რათა საქმე აღიძრას იმ კონკრეტულ კანონდარღვევებზე, რაც დაფიქსირდა 26 მაისს ჟურნალისტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, ჩემს პირად სარჩელს, მე ალბათ უფრო მეტად დაველოდები ამ კოლექტიურ სარჩელს და კოლექტიური განცხადების პასუხს, თუ რა რეაგირება მოყვება. დიდი მადლობა. მადლობა. მალხაშ კადუა იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამ მიდგემ მშვიდობებით, ხვალ ზუსტად 10 საათზე ისევ შევხვდებით.